სამყაროში ვეძებ ჩემს ნაპირს ოცნებები კიცი სარტყელად დამდევს გზა რომელიც სულ მე მიხმობს და მეც მიყვები რადგან ჯერა იცით რაზე ვისაუბრებთ მეგობრებო ისეთ ვითარებაზე მაგალითად თქვენ სახში ხართ არ გაქვთ კონტაქტი სხვა ხალხთან სხვა პირებთან არც ზულ მეგობრებთან არც ახალი მეგობრების ყოლა არ გინდათ არავის თავი არ გაქვთ და გინდათ რომ იყოთ თქვენთვის მარტო არის ეს ამ პატავნებიდან გამომდინარე თუ დეპრესიიდან გამომდინარე ეს იზოლაცია თქვენს თავში როდესაც წარმოიქმნა რისგან გამომდინარეობდა ამაზე ვისაუბრებ დღეს ჯერა ჩემი გულის ჩემი სიმართლის მჯერა რომ სადღაც ბედნიერება მჯერა რომ ყველა ოცნება ხდება მჯერა რომ ყველა ოცნება ხდება მოგესალმებით მეგობრებო არსებობს დაკვირვება ესეთი რომ ადამიანმა თავის თავს თვითონ განაჩენი გამოუტანა იზოლაციისთვის თავისი თავი თვითონ ჩაკეტა, რადგან შეხედულება გარე სამყაროზე აბსოლუტურად რეალობას მოწყვეტილია. მისი შეხედულებები სამყაროზე არ ეთანხმება სხვა ადამიანების, ანუ სხვა პირების შეხედულებებს და მის თავში განვითარდა ესეთი აზრი და მოსაზრება, რომ მან იმის მაგივრად რომ ადამიანებთან კონტაქტი ეძებოს იმ მოსაზრებით რომ მე მაინც ვერავინ ვერ მიგებს დარჩეს სახლში ხო ჩაიკეტოს გაწყვიტოს კონტაქტი თითოეულ ძველ თუ ახალ პირთან და ჩემი არისმით მე რაღაც განსაკუთრებული ვარ და განსაკუთრებულისთვის დავიბადე განსაკუთრებულობისთვის დავიბადე მე მაქვს მისია და აი ამ მისიაში სხვები ვერ მომყვებიან, ხო? ამისათვის, რადგან ამანაც და იმანაც ვერ გამიგო, ახლა დროა რომ ჩავიკეტო და გარე სამყაროსთან არ მქონდეს კონტაქტი. ასეთი აზრები ხშირად აწუხებს როგორც ჩანს ადამიანებს. სხვათა შორის ეს აზრები არის სწორედ ის დამღუპველი აზრები, რომელიც ადამიანს აბსოლუტურ დეპრესიაში აგდებს. და მიუხედავად იმისა, რომ შინაგანად შეიძლება მართლაც ძლიერი პირი ხარ, იცი, გამოცდილება გაქვს მოტანილი, დიდი სული ხარ, გამოცდილი სული ხარ, მაგრამ მაინც ვერ ახერხებ ამ საკითხის გარე სამყაროში გატანას. ეს იმიტომ, რომ სწორედაც ადამიანს არ შესწევს იმის ძალა, გაიტანოს თავისი სიტყვა გარეთ, რადგან ამ პარტავნება უშლის ხელს. მოდი განვიხილოთ რა ტიპის ფენომენია ამ პარტავნება. როდესაც ადამიანს წარმოდგენა აქვს თავის თავზე რომ მე ვარ სხვაზე ვინმეზე მეტი. მე ვერ გამიგებენ. ის რასულელურ აზრებს გამოთქვავს ის ჯერ სად არის, აი ის კიდე საერთოდ ტყემალზე ზის და ასეთი მსგავსი აზრები ის ჯერ ჩემ დონეზე არ არის, ხო? შეუქმნის ხოლმე ადამიანს ისეთ ვითარებას, რომ ის ჩაიკეტოს თავის თავში. და რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ეს თავის თავში ჩაკეტვა არასდროს არ გამოჯანმრთელდება თუ ამ ადამიანმა არ გადაწყვიტა მხოლოდ ერთი რამ. არავინ ჩემზე ნაკლები არ არის და არავის მეტი არ ვარ. თუ ეს გაცნობიერება ადამიანში არ მოხდა, მეგობრებო, წარმოიდგინეთ, რომ თქვენ დაიბადეთ იმისათვის, რომ გაწირული იქნათ. სწორედ ამ აზრის მიერ ეს არის ერთ-ერთი არქონტი, რომელი არქონტიც ძალიან ბევრ ადამიანს, ძალიან ბევრ გამოცდილ სულს, ძალიან ბევრ ნიჭიერ და გენიოს ადამიანს
იზოლაციაში ამყოფებს. ეს არის ძალიან კარგად დაგეგმილი ერთ-ერთი სისტემის იმპლანტი, რომელიც შაგვიდეს ჩვენს შინაგანში და თუ კი მიმღებია ადამიანი განსაკუთრებულად გენიოსი, მიმღები, ემოციური, მისი საცეცები, ანტენები განვითარებულია, ასეთ არქონტებს ადვილად იჩერს, ადვილად იზიდავს და ისინი ხან ჯდება თავში, ხან ამოიღებ და გაუშვებ, გაატარებ, ხომ? ამიტომ მეგობრებო, უნდა დაუკვირდეთ ჩვენ თავს. თუ კი ჩვენში ჩდება ასეთი აზრები და ჩემში ხშირად გაჩენილა, რომ აი ის ჯერ მე ვერ მიცნობს, ვერ მიგებს. აი ის კი ამ პატავნებაშია და სანამ ის ჩემ სიტყვას მოусმენს, თავის სიტყვას მომახვეს თავს. აი ესეთი აზრები, მეგობრებო, ძალიან ხშირად გამჩენია და მე ერთხელაც მოხდა ესეთი. დავიჭირე ეს არქონტი და უთხარი ამ არქონტს, რომ იცი რა? აი ეს ადამიანი მიუხედავად იმისა, რომ ძალიან გულს მირევს, უნდა ზუსტად იმ ადამიანს ველაპარაკო, იმისათვის, რომ აი ეს გულის რევა, რაც ჩემშია, დავძლიო. ეს გულის რევა, გულის შეწუხება, არ შემიძლიას თქმა, როგორც იქნა, უნდა დავამარცხო ჩემში. და მინდა გითხრათ ძალიან გულწრფელად, როდესაც მე ამაზე მუშაობა დავიწყე, თქვენ ვერ წარმოიდგენთ, აი რამდენჯერ დავინახე ჩემი თავი ტუალეტში გადაყუდებული, რომ ვაღებინებ. იმიტომ კი არა, რომ მართლა მაღებინებს, იმიტომ რომ ის არქონტი, რომელიც ჩემში ჩამჯდარია და განმტკიცება სურს, თავისი სამფლობელოს გაშლა სურს ჩემში, ვეჭიდავე, მეჭიდავა და ვეჭიდავე. და საბოლოო ჯამში ეს არქონტი გადმოვათხიე. როდესაც ასეთ ადამიანებს, როცა ვესაუბრები და მისი გარეგნული, შინაგანი თუ ეთერული არ მომწონს, მასთან ურთიერთობაში მე თვითონ კი არ გავრბივარ. ხედავ როგორ ვიზრდები, როდესაც მე მას არ გავურბივარ და როდესაც მას ვუყურებ და ვაკვირდები ჩემ თავს, რა ხდება ამ დროს, რა არის ეს, რატომ მაშინებს ეს ადამიანი ასე, ან ამ ადამიანის აი ეს ნაწილი ესე. და 4 წლის წინ გავაცნობიერე ასეთი რამ, რომ ყველაზე მეტად ჩემი თავი მაშინებს. ყველაზე მეტად ჩემი გარეგნობა მაშინებს. ყველაზე მეტად ჩემი ხმა მაშინებს. ყველაზე მეტად ჩემი მეტყველება მაშინებს. ყველაზე მეტად ჩემი გარეგნობა მაშინებს და ყველაზე მეტად ის აზრები მაშინებს, რომელიც ჩემშია. ხო და ყველა ეს არქონტი, რომელიც ჩემშია, ესე ერთბაშად ვერ გამოყრია ამ არქონტებს, მეგობრებო, ამას მუშაობა სჭირდება, საკუთარ თავზე დაწყება ამ მუშაობის და ყველაზე მეტად შენ შეიძლება ამ არქონტების გამოყრას, თუ კი შენ გაიტან გარეთ ყველა შენ იმ სისუსტეს და არ შეგეშინდება ამ სისუსტის გარე სამყაროსთვის დანახება, რომ შენ ყველაზე სუსტი შეიძლება იყო, მაგრამ შეიძლება ამ სისუსტეში გაიზარდო სწორედ იმ მხრივ, რომ შენ დაგანახო მე რა სუსტი ვარ, შენ დაგანახო მე როგორი უუნარო ვარ, შენ დაგანახო მე როგორი საზიზღარი ვარ, კომპლექსიანი ვარ. ჩემი
ყველა ის საკითხი, რაც მე მაშინებს, ის შენც გაშინებს იქამდე, სანამ მე ამას არ გავზრდი და არ დავინახავ ჩემ თავს, არ ჩამოვქმნი ჩემ თავს ისეთად, რომ ჩემი თავი აღარ მაშინებდეს მე.